ჯაზის რიტმს აყვება მე-12 საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ამ წუთებში ფესტივალის სტუმრები ჯეიმს კარტერს უსმენენ, ცოტა მოგვიანებით კი მას მარკუს მილერი შეცვლის. ასეთია დღევანდელი საღამოს პროგრამა, როგორ გაიხსნა თბილისის ჯაზ ფესტივალი, უფრო ვრცლად ყველაფერი ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი ეკა ადეიშვილი მოგუყვება, რომელიც ახლა ფილარმონიიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. ეკა გისმენთ. სალომე, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის პარტერი მთლიანად სავსეა მელომანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაში უკვე 2 წლის განმავლობაში ჯაზ ფესტივალს ელოდებოდნენ. 2 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის მე-12 საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი დღეს გაიხსნა და როგორც უკვე ვთქვით, სცენაზე დგას ჯეიმს კარტერის კვინტეტი. მათი პროგრამა იქნება დაახლოებით 1 საათიანი, თუმცა ჟურნალისტებს მისცეს საშუალება, რომ მხოლოდ და მხოლოდ 5 წუთი მხოლოდ პირველი სიმღერა გადაგვეღო და ჩვენ ამ სიმღერის 30 წამი, 40 წამი შეგვიძლია შემოგთავაზოთ და ნახოთ როგორ გაიხსნა ჯაზ ფესტივალი თბილისში და რას უსმენენ ამ წუთებში ფილარმონიაში შეკრებილი მელომანები. სულსწრაფები ამ მუსიკალური ჟანრისა ჩამოდიან და უკრავენ ქართველებისთვის. მათ მიაქვთ საქართველოსთან საუკეთესო შთაბეჭდილებები და ეს განაპირობებს იმას, რომ მათი სხვა კოლეგებიც მოვლენ და თქვენთვის, ჩვენთვის შეასრულებენ ძალიან დახვეწილ მუსიკას. ჯაზი ძალიან მიყვარს და ჯაზ ფესტივალსაც ყოველთვის ველოდები. თბილისის ჯაზ ფესტივალი თბილისში ჯაზის მოყვარულებისთვის ალბათ თავარი მოვლენაა. ეხლა უკვე 1-2 წელია უკვე ბათუმის ჯაზ ფესტივალი, მაგრამ თბილისის ჯაზ ფესტივალი მაინც სხვა არის, ძალიან მაღალი დონეა ყოველთვის და ეხლაც შესანიშნავ მუსიკას ველოდებით. თბილისში ნელ-ნელა ჩამოდიან მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები. ჯეიმს კარტერი ბენდთან ერთად დღეს გუშინ ჩამოფრინდა, ის ახლა კონცერტს მართავს და ის ხსნის თბილისის მე-12 საერთაშორისო ფესტივალს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ გადაგვეღო ეს კადრები და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ჯეიმს კარტერის კვინტეტის შესრულებით ერთი კომპოზიცია. აი ასე დაიწყო თბილისის ჯაზ ფესტივალი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, თუმცა სანამ ჰედლაინერები სცენაზე ავიდოდნენ, მანამდე აქ იყო გამოფენა, ეს გამოფენას ქვია Jam Session-ი და ის მოგვითხრობს ისტორიებს პირველ ჯაზმენებზე და მასი ტურნეების საინტერესო მომენტებს. ჯეიმს კარტერის შემდეგ სცენაზე ავა მარკუს მილერი, ცნობილი ბასისტი მარკუს მილერი, რომელსაც საქართველოში ჩამოტანილი აქვს მაილს დევისის უცნობილესი ალბომი ტუტუ, რომელიც 1986 წელს ჩაიწერა და მას შემდეგ აქტუალობას არ კარგავს. ჩვენ დღეს ვესწრებოდით მარკუს მილერის რეპეტიციას, ეგრეთ წოდებულ საუნდჩეკს და ჩვენ გავესაუბრეთ მარკუს მილერს, ასევე იმ ადამიანს, რომელიც მაილს დევისის პარტიებს ასრულებს, ეს არის ახალგაზრდა მესაყვირე კრისტიან სკოტი. მაილს დევისის კომპოზიციების შესრულება ძალიან საპასუხისმგებლო, რთული და ამავე დროს საინტერესო პროცესია. ჩვენი შესრულება იმითაც არის საინტერესო, რომ კომპოზიციებში საკუთარი იმპროვიზაცია შევიტანეთ და მუსიკას ახალი ჟღერადობა მივეცით. ვფიქრობ, ბენდთან ერთად საინტერესო საღამოს შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, ფანტასტიკური კონცერტი გამოგვივა. ქართულ მსმენელს მაილს დევისის უკვდავ კომპოზიციებს შეუსრულებთ. ეს არის მეტად საპასუხისმგებლო საქმე, რასაც ისეთივე სერიოზულობით ვეკიდებით, როგორც 20 თუ 22 წლის წინ. ქართულ მსმენელთა შეხება უკვე მქონდა და ვიცი, რომ აქაური მსმენელი გემოვნებით გამოირჩევა. ჯაზის მოყვარულებს იმედებს ნამდვილად არ გაუცრულებთ. წარმომადგენლობითაც უფრო მასშტაბურია, ხანგრძლივობითაც უფრო მასშტაბური გამოგვივიდა. პროგრამირება ძალიან საინტერესოა, დაწყებული პირველი დღიდან და დამთავრებული კოლონზე განგის კონცერტით ბოლოში. ყველაზე მასშტაბური და ყველაზე ხანგრძლივი ჯაზ ფესტივალი თბილისში, ეს არის რიგით